ბაშიშ ეს რა იყო? ეს იყო სიგიჟე. საშინლად მაგარი ამბების კასკადი ქალაქში, რომელსაც არასდროს ძინავს. ამ ვიდეოში გამოგზაურებთ ნიუ-იორკში, ნახავთ მის ყველაზე ლამაზ ადგილებს და გვექნება უხერხული ჩელენჯები საკუთარი თავის გამოსაცდელად. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა ცენტრალ პარკში ერთი ადამიანი უნდა შევცვალოთ მეორედ. ისე, რომ მასთან მოსაუბრე ამას ვერ მიხვდეს. ან რა რთული იქნება დავდგა სცენა, თითქოს მსოფლიოში ცნობილი ადამიანი ვარ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შესრულდება მისია, თუ ადამიანები ამას დაიჯერებენ და ჩემთან სურათებს გადაიღებენ. და სადაც გადავადგილდები ხალხი დამყვება, აი ცეკვა რა ქრინჯობა იყო ჩემი. აი გეხვეწები უკან გატრიალე როგორ მიყურებენ ჯერ კიდევ შეხედე. სურათებს არჩევენ რა. გაჩვენებთ ნიუ-იორკის ყველაზე ეპიკურ ხედებს ვერტფრენიდან, ხიდიდან, კუნძულიდან და თუ ბოლომდე დარჩები, ნახავ, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ადამიანის ილუზიები. გვექნება მისია წარვსდგეთ მსოფლიოს ყველაზე დიდ სცენაზე. 1500 მონაწილისგან შემდგარ გაერო საერთაშორისო მოდელირებაზე, რათა Times Square-ზე, მანჰეტენისა და ბროდვეის კვეთაზე ქართული დროშა ავაფრიალოთ. ამ ყველაფერს ჩემს კრიმინოლოგ მოსწავლებთან ერთად შევასრულებ. კრიმინოლოგები, იურიდიული სწავლების ლეგენდარული ორგანიზაცია, რომლებთან ერთადაც უკვე წლებია მოგზაურობ მსოფლიოს გარშემო. შეუსრულებელი მისიები გვექნება დონეების მიხედვით. დავიწყებთ ყველაზე ადვილით და დავასრულებთ ყველაზე რთულით. მოგესალმებით ყველას მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქუჩიდან. ეს მანჰეტენია, Times Square. და აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ შევიდე მიზანმიმართულად დისკომფორტში და ჩემს სკოლის მოსწავლეებთან ერთად განვახორციელო უხერხული ჩელენჯები. გათიშელაკლა მეგობრებო, დორსტადის გადასაღებად შევარჩიე ცენტრალ პარკი. ცენტრალ პარკი ნიუ-იორკის უზარმაზარი რეკრეაციული ზონაა, რომელიც Times Square-დან 5 წუთის სავალზე მდებარეობს. ჩვენი მიზანია ჩემს პროფესიაში, კრიმინოლოგიასა და ფსიქოლოგიაში ცნობილი ეგრეთ წოდებული დორსტადის ექსპერიმენტის განხორციელება. ეს ბესოა, ჩემი მოსწავლე, რომელიც გამლელთან საუბრის დროს უნდა ჩაანაცვლოს გიორგიმ ისე, რომ მასთან მოსაუბრი ამას ვერ მიხვდეს. ეს ასევე გიორგია, რომელიც მალე სირბილის დროს გაუთვალისწინებელ და ელიტარულ ნახტომს შეასრულებს პირდაპირ ბუჩქებში, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. გავანაწილეთ როლები, ჩავსაფრთით და დავიწყეთ. პირველი ცდა, მეორე ცდა, მესამე ცდა უკეთესი იყო, თუმცა ბიჭებმა გამლელს კინაღამ თავი გაუხეთქეს, ამიტომ რა თქმა უნდა ყველაფერს მიხვდა. ის იყო ვიფიქრე, აღარ გამოვათქო, თან ბიჭებს ნახეთ როგორ მოაქვთ პლასტიკატი. პირიქით ბიჭო, პირიქით. მაგრამ ზეციური მსაკრობების სამინისტროდან ეს კაი კაცი გამოგვიგზავნეს. ჰოპა, გამოვიდა. წამოდი. აი! ვაუ! გამოვიდა. საღო. აუ რა მაგარი იყო საღო ბიჭო, საღო. პირველი მისია შესრულდა. მოდი ასე შევთანხმდეთ. ყოველი მისიის შემდეგ გაჩვენებთ ნიუ-იორკის სილამაზეს. ბრუკლინი ერთ-ერთია ნიუ-იორკის 5 ადმინისტრაციული უბნიდან. ყველაზე მეტი ქართველი სტატისტიკურად სწორედ ბრუკლინში ცხოვრობს. ბრუკლინისა და მანჰეტენის ხიდი ერთმანეთთან საოცარ სანახაობას ქმნის, რასაც ადგილობრივები დამბოს ეძახიან. აქ არის ცნობილი ადგილი ფილმიდან ერთხელ ამერიკაში, ვისი ნახვაც აუცილებლად ღირს, თან საოცარი ფოტოები გამოდის. ბრუკლინის შემდეგ ისევ ცენტრალ პარკში უნდა დაგაბრუნოთ, სადაც კონფერენციამდე UNICEF-ის მხარდაჭერით მასშტაბური შეჯიბრება მოეწყო სირბილში. უნდა გვერბინა 3 კილომეტრი და რა თქმა უნდა ფრონტის ხაზზე მეც განვალაგე ჩემი მოსწავლეთა არტილერია. ზუსტად სირბილის დაწყების მომენტში ერთი ჩემი თანამებრძოლი იტალიელი ორგანიზატორის თეძომ შეიწირა და ამ ბრძოლაში გმირულად დაეცა. ამათ უნდა ჩაუტარო მეგრული. Let's go. Hurry up, let's go. We gonna win. Go.
მეორე მისიის დროც მოვიდა. თავისუფლად შეიძლებოდა ეს მისია ყოფილიყო ყველაზე რთული. წარმოიდგინეთ 1500 მონაწილე მთელი მსოფლიოდან. მოდელირება ტარდება მანჰეტენზე, სასტუმრო მერიოტში, საიდანაც ხელის გულზე იშლება Times Square. ამაზე დიდი სცენა Future Viewons აღარ გააჩნია. მაგრამ რადგან კრიმინოლოგებს საქართველოში ძალიან ძლიერი სკოლა გვაქვს და ჩემი მოსწავლების მჯერა იყოს მხოლოდ მეორე დონეზე. გაეროს მოდელირება არის საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ახალგაზრდები მუშაობენ მსოფლიო უსაფრთხოების გამოწვევებზე. ეს არის გაეროს მუშაობის ზუსტი სიმულაცია. ჟიურ იგივე ჩიარი თითეული კომიტეტიდან გამარჯვებულებს ირჩევს იმის მიხედვით, თუ ვინ ლიდერობდა კოალიციის შექმნაში, საჯაროდ გამოსვლებში, პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზების შერჩევაში. წინ მელოდება ნიუ-იორკის ნახვა ციდან, ზეუხერხული ჩელენჯი, რომ ცნობილი ადამიანი ვარ და თავისუფლების ქანდაკება. მაგრამ მანამდე მოდი ვნახოთ, როგორ დავიქირავე მკივანები ჩინეთიდან და სინგაპურიდან. პროექტი გრძელდება 3 დღე და 5 სხვადასხვა კომიტეტში ბოლო წამამდე ვინარჩუნებდით გამარჯვების შანსს. რის შემდეგაც ცოტა ვინერვიულეთ. არა ბიჭო, რაიც იქნებ შენ იგებ. აუ გივიკო გაიმარჯვებს თუ ის გოგო უკრაინა, რომელიც ასევე ძალიან ძლიერი იყო, ვინ აიღეს პირველ ადგილს. And the best delegate goes to Brazil. Again and again and again. ამის შემდეგ გაიმარჯვა თაკომ. და ბოლოს დადგა ბუჩქებში გადამხტარი კაცის აღზევების დროც. ზეიმისთვის კი უცხო დელეგაციის მკივანა გოგოები დავიქირავე. You scream very very well. Thank you. And if my student wins, can you scream louder and I will give you $5. Okay. ძვირი დამიჯდება, მაგრამ აწყობს. ეს ჩინელი განსაკუთრებით ძვირის. ამაზე $10 მიცემა მომიწევს. Thank you, girls. მეორე მისიაც იდეალურად შესრულდა. მოდი ახლა დავბრუნდეთ ჩვენ სასტუმროში, Times Square-ზევე, Sheraton-ში ვარ დაბანაკებულები, ჩავიცვათ, ულაპარაკოთ, რა თქმა უნდა, Gen-Z არის საუკეთესო ზე კომფორტული oversize სამოსის ბრენდი და წინ თავისუფლების ქანდაკებისკენ. თავისუფლების ქანდაკება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული სანახაობაა. მდებარეობს Times Square-დან 9 საათის სავალზე, პატარა კუნძულზე. აგებულია ფრანგების მიერ 1886 წელს. თავისუფლების ქანდაკებამდე მისვლა ჯერ მეტროთი შეიძლება, შემდეგ კი უნდა შეიძინოთ გემის ბილეთები. თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ როგორც კი ამოხვალ მეტროს სადგურზე, საიდანაც უნდა წახვიდეთ თავისუფლების ქანდაკებაზე, ეგრევე გესევიან სკამერები. ან იმდენად გესევია, რომ არ გაძლევენ გასაქანს და გეუბნებიან, რომ აქ უნდა წახვიდე, იქ უნდა წახვიდე, აწვიათ ფორმები, მაგრამ არ მოტყუდეთ, უნდა გაცდეთ მაგათ, უნდა მოიშოროთ რამე თავიდან, უნდა წახვიდეთ ადგილზე, სადაც ოფიციალურად კიდიან ბილეთს. აი, მაგალითად ერთი სკამერი კიდე აგერ მომსდევს. შეხედეთ, აი, ხედავთ? Yes? No. Thank you. ეს არის განსაცვიფრებელი სანახაობა, საიდანაც ჩანს ნიუ-იორკის პანორამა და ამ ადგილების ნახვის შემდეგ იჭდება განცდა, რომ თითქოს ცხოვრებაში რაღაც ძალიან მაგარი შეძენია. მესამე და ლეგენდარული მისიის დროც მოვიდა. ადამიანებს უნდა დავაჯერო, რომ ცნობილი დიზაინერი ვარ. ამისათვის დამჭირდება კონფორმატული გარემო, სადაც ადამიანები ერთმანეთს მიბაძავენ და სწორად აწყობილი მექანიზმები. პირველი, ეს იქნება დაცვა, მეტი დამაჯერებლობისა და მიუწვდომლობისათვის. მეორე, ქცევის მოდელის, ანუ მაგალითის დანახვა, რომ სხვები მესევიან. მესამე, მასობრიობის ილუზია, რომელსაც ჩემი მოსწავლეები შექმნიან. და მეოთხე, ჩემი როგორც გამორჩეულ პერსონად იდენტიფიცირება, ჩაცმულობის ქუდის მიხედვით და პლუს შეუდარებელი ცეკვა. ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო. პირველი ინტერესიც მალევე გამოვიწვიეთ. თუმცა ჩემი მომხიბლელობა ბოლომდე საკმარისი არ აღმოჩნდა. Oh my god! ამის შემდეგ კი აზიელების ერა დადგა. შეხედე როგორ მიყურებენ. აი, მოდით, კიდე. ჯერ შორიდან დაიწყეს ყურება. როგორ ჩანს, ეს ბიჭი წასასვლელად ეკაჩებოდა და ფოტოების გადაღებას არ აპირებდნენ. თუმცა რა უნდა ქნა, როცა ფანები შენთან სურათის გადასაღებად არ მოდიან? უნდა გაიქცე და ისინი აუცილებლად გამოგეკიდებიან. სულ ცოტა დარჩა. პატარა ბიძგი სჭირდებათ. ამას ელენი აკეთებს. უმხელს რა მათ საიდუმლოს, რომ ცნობილი დიზაინერი დემნა გვასალიავა.
და აი ისიც. მოიგებ უეჭველი. წამები მიდის? თვით ეს ბიჭიც კი უძლური აღმოჩნდა დემნას წინაშე. თუმცა ეს ჯერ ყველაფერი არ იყო. სხვა ფანებიც მომსდევდნენ, რის გამოც მათ კიდევ უფრო გასაოცებლად ეპატაჟს და ჩემს გენიალურ ცეკვას მივმართე. ეხა ვითომ რეპს მღერი ვარ რა და მინდა რომ გამოჩდეთ. წუთი წამი გაჩერდა საათში კი ისრები თითქოს ხადა დვიხილე მონაბერი ფიქრები. ოუ, ეი! სტერდებიან ხო მიყურებენ? გამოშტერდებიან. საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე. ოუ! მაგარი დაუდით. გენაცვა. Thank you. Hi. Yeah, sure. At sekom გაჭრა. ეს გადამი. Thank you. Bye, thank you. სადაც გადავადგილდები ხახი დამყვება, აი ცეკვა რა ქრინჯობა იყო ჩემი. და ოღონდ მაგით უფრო დაიჯერეს ომაცი. აი გეხვეწებ უკან გაატრიალე როგორ მიყურებენ ჯერ კიდევ შეხედე. სურათებს არჩევენ რა. ეს იყო კრიმინოლოგების სოციალური ექსპერიმენტი ამერიკაში, მეგობრებო, თავისუფლების ქანდაკებასთან. ეხლა ნახე კიდე რა გავაკეთო, გამოვაშტერო უკან, კიდე მომყვებიან, უყურე? კიდე რართული ყოფილა სუპერპოპულარულობა. კიდე მომყვებიან, შეხედე, გეხვეწებ როგორ მომყვებიან. კაი, წავედით, ცოტა მოვიშოროთ ეს ხალხი მართლა წუხდები უკვე რომ მოყვებიან და ცოტა მოვიშოროთ. კიდან რო გუძებენ. მეგობრებო, ეს იყო ნინუცას დამსახურება და ეს იყო აი ჩემი დაცვების დამსახურება. აი ამ ყველაფრის შემოქმედები, კრიმინოლოგები, ჩემი მოსწავლეები და ორგანიზაციის სუპერ დირექტორი ქალბატონი ნინუცა, რომელმაც საოცრად ითამაშა. მართლა. მესამე მისიაც მხუხარეთ შესრულდა. ასევე რაც მთავარია, დიდი დრო ვიყავი აწმყო დროში. აქ და ახლა. ამერიკის ტურს ვერ დავასრულებდი ვერტფრენის გარეშე. მიმართებითაც ძალიან მეშინია და მიზანმიმართულად შევდივარ დისკომფორტში საკუთარი თავის წვრთნისთვის და ვაკეთებ იმას, რაც ტვინს არ უნდა. ამ წონეს უნდა იყო 128 კილოზე ნაკლები და ეს სიამონება დამიჯდება $300. ეს რა იყო? ეს იყო ამერიკის ვლოგი. ბავშვობის ოცნებების სასრულება, შიშებთან შეხვედრა, გამარჯვება, უხერხულობასთან დამეგობრება და ვიზუალური ესთეტიკის ტკბობა. თუ გსურთ რომ იმოგზაუროთ და იმხიარულოთ ჩემთან ერთად, გამოიწერეთ ჩემი არხი და დაელოდეთ ჩემს ვიდეოებს. მიყვარ და მიხარია რომ ხართ.